შუადღე მშვიდობისა. მოკლედ დღეს არ წვიმს, როგორც იქნა, მაგრამ აშკარად ცივა, ქარია შეატყობთ. აი, კენწეროში. სადაც? როგორ უბერავს ქარი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ, წინა ვიდეოზე ერთი კომენტარი გამიკვირდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანს თუ მიყურებ ახლა, გონი მიხვდები, რატომ ვამბობ ამას. ზოგადად ადამიანების შედარება ძალიან უტაქტოა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისებურად ორიგინალურია და რაც შეეხება კადრები, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ვერავის ვერ ვკითხავ, ვერავის ვერ შევუთანხმდები რა კადრები გადავიღო და არ გადავიღო. ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების არხი და მე რასაც ჩავთვლი საჭიროდ და რაც მე მომწონს, რასაც მე ყოველდღე ვუყურებ. მე მინდა უბრალოდ ჩემი მეგობრების, ვინც მართლა მეგობრები არიან, მათ გადმოვცე ის გრძნობა, რასაც მე ვხედავ, რასაც ვგრძნობ. მართალია მთლად ისე ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ უფრო შეიძლება დიდი სპექტრი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე მოკლედ პატარ-პატარა რაღაცა მომენტებს გაჩვენებთ ხოლმე და ის რომ თურმე საინტერესო არ არის ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თუ საინტერესო არ არის, მიბრძანდით სხვაგან, სადაც უფრო საინტერესოა. მე აქ შოუებს არ ვდგავ, მე აქ თქვენ გამო, მე მაპატიეთ ასე რომ ვამბობ, მაგრამ თქვენ გამო არ ვირჩევ კადრებს. თუმცა ყოფილა ერთი პერიოდი ხათრის გულისთვის, ანუ გადამიღია რაღაცეები, რომ ადამიანებისთვის გული გამეხარებინა, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. დანარჩენი ეს არის ვლოგი, ანუ ყოველდღიური ვლოგები, ჩემი ცხოვრება და მე ვიღებ ამას, ანუ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვისაც მოსწონს, ვისაც არ მოსწონს, მიდის, ხო? ამიტომ თავს ნუ შეიწუხებთ თუ არა, შეიძლება ახლა სხვა რაღაცები მოგწონდეთ, მაგრამ მაინდა-მაინც ის კადრი არ მოგწონდეს, რა ვიცი, ვფიქრობ ალბათ უფრო ნერვების ამბავია. ხო, აბა სხვა რა უნდა დავარქვა ახლა, ნერვები წესრიგში აქვს ადამიანს, ბოლო-ბოლო გადაახვევს, თუ არ მოსწონს და თუ რაც აინტერესებს, იმას უყურებს, ხო? მე მგონი ესეა. ნორმალური ადამიანები ესე ვიქცევით და არ ვწერთ ესეთ რაღაცებზე კომენტარებს. და თუ არა და მაშინ ესე იგი რაღაცა ჭია გვღრნის შიგნიდან და გვინდა რომ რაღაცა გული მოვიოხოთ, ხო? რაღაცა ისა. ეს გასაგები თემაა. ხო და ჯობია დავწყნარდეთ, ხო? დავწყნარდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და განვეწყოთ კარგისთვის. აი ესე. კარგით, ახლა მე ყავას გავაკეთებ. წარმოგიდგენთ, რატო ვარ ქუდში? აქ შუქი უნდა ავანთო თუ არ ავანთო იყოს ესე. ესე ნორმალურია. მოკლედ წიწიბურა დავადგე, ხო, ქუდში რატო ვარ თქო? ვერ დავადგე საშველი, რომ შემეღება ეს ძირები მაქვს მარტო შემეღება. ამ ხელაზე ეს 1 სანტიმეტრამდე ამომივიდა უკვე ჩემი თვისფერი გარეული ჭაღარაში და მოკლედ ისეთი კონტრასტია, მე ხო ღია ფერის ძმები მაქვს ბუნებრივად და თან კიდე ჭაღარა გამორეულები საკმაოდ კარგად ჩანს რა, ხა თეთრი და ესე კაშკაშად არა, მაგრამ არის რა ესეთი კონტრასტი. ხო, ეს ქუდი, ეხლა მოგიყვებით ქუდის ისტორიას. ვისაც არ გაინტერესებთ ქუდის ისტორია, გადაახვით. ხუმრობ რა თქმა უნდა. ჩემმა მეზობელმა, იცით ალბათ უკვე ხშირად მიხსენებია, კარის მეზობელი გოგოა, გოგო რა ჩვენი ასაკის არის, ანუ ჩემი თაობა. და ხანდახან არის ხოლმე, რომ ტანისამოს არ ვიცი ეტყობა ჩუქნიან თუ ყიდულობს, მოკლედ აი ეს მეორადების ის არის რა თემა და საერთოდ უყვარს ეს კოხტაობა რა, როგორ ვთქვათ, ანუ ბრენდებსაც აქციებს ყურადღებას, ახლა ძალიან ისე არ იცმებს გადასარევად და რაღაცა, მაგრამ აქციებს ყურადღებას, ანუ რაც უფრო მოდეშია და რაც ესეთები და ანუ გემოვნებიანი გოგოა რა, მოკლედ და ხალი.
ხო და ერთი სიტყვით რაღაცების გადახარისხება დაიწყო და დამინძახა. ისე გამიხარდა, მე ხო ესა ვარ, რა ქვია. მე ძონზე მეჭინჭე თუ რა ქვია. ხო და მოკლედ ესეო, თუ კიდე ამორჩიეო. მოკლედ ავიღე, იყო კაი რაღაცეები, მაგრამ ნუ დრო მოდიდან მარტო ჩემო ისე დამავიწყდა. მოდიდან გადასული რაღაცეები, თუმცა კარგი ნამუშევრები. ხო და ერთ-ერთი იყო ესეთი ეგრეთ წოდებული ნაკიდკას რო ეძახიან, ნუ ჟილეტივით რა და ესეთი უზორები აქ ესე მიდის თელწრეზე, მოკლედ მთლიანობაში ესე ამოქსოვილი ბრგვალი და შუაში იყო ოთხკუთხედი სადან აქსოვი, ჩადგმული და ხელების გასაყრელი იყო და ესე შესაკრავი ჰქონდა წინ. ნუ ეხლა ჩემ ეს უფრო თხელგოგოებს უხდება, როცა გამხდარი ხარ, კიდე შეიძლება ეხლაც კი მოიხდინო რაღაც ბოჰემური სტილია. მაგრამ ავდექი და ეს ზურგი მოხსენი, ანუ ეს სადა აი ამ ხელა ის იყო ნაწილი, ეს დავარგვიე და მოვიქსოვე აი ესეთი ქუდი. ერთ საღამოც არ დამჭირდა, მოკლედ რაღაცა საათ ნახევარში ალბათ რაღაცას უყურებდი YouTube-ზე თუ ფილმს უყურებდი, მოკლედ რაღაცას უყურებდი და თან ქსოვდი. ორი სკაუშვი რა, მოკლედ უზორი, აქ სხვა არის, ნუ და ბოლოს დავასრულე ჩვეულებრივად რა, ნუ ყაის ნახით მოვქსოვე. და ეს და ის რაც დარჩა რა, ის მრგვალი დარჩა რა, მოკლედ ის შარფად გამოვიყენე, თან ზუსტად გუშინ, ჩემთან ვიყავი გასული, მეცან თანდაშემ. ჩემთან ვიყავი გასული და ირინას ნაჩუქარი სქურთუკი ყავა უკვე დავამზადე. ირინას ნაჩუქარი ქურთუკით ეს ანუ ფერებში ძალიან მოუხდა, იმიტომ რომ ეს არ არის თეთრი, არის რაღაც ისეთი ეგრეთ წოდებული ბეჟისო ეძახიან, ხო რაც. და თალ ბეჟიც არა, ანუ როგორ ვთქვათ, ნუ მოკლედ მიხვდებით რა, ეხლა თალ თეთრი არ არის. ხო და ის კურტკაც არ არის, არ ყვირის ძალიან თეთრიც არ არის რა, მოკლედ რძისფერია უფრო, არ არის ისეთი კრემის ფერი უფრო. ეს ქურთუკი, ეს შარფი და ეს ძალიან ლამაზად ჩაჯდა მოკლედ მთლიანობაში. ნუ შევკარი რა ესეთი ის გავაკეთე ქუდი და შარფი რა გამოვიდა უბრალოდ ის შარფი იყო მოქსოვილი, ქართულად როგორც კი ეს კიდე ხელით მოქსოვილი. ხო და ეს ნუ იყო რაღაცა ისეთი პატარა ზედები იყო, რომელიც დედას წავუყე, დედას ვაჩუქე და კიდე მითხრა კიდე ვნახავ რაღაცები, მეთქი დროზე, მეთქი მოგაშორებ ყველა. მოკლედ ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცეები და ეს მწვანე ზედაც კი, ეს კაპიშონიანი სახში ჩასაცმელად დიდი ესეთი არაფერი არა, ამას ქუჩაში ვერ ჩაიცვალ, თინეიჯერული ვარიანტია რა, მოკლედ და სახში გამოდგება. თან ახლა ეს ჩემი პიჟამო და ამაზე მწვანე კარგად მიდის. საღებავი მაქვს, მე ხო გავყავი საღებავი, ნახევარი მაქვს დატოვებული და ვფიქრობ დღეს შევიღებავ. ხო. რაც შეეხება დღეს კიდევ რამოდენიმე ნამუშევარს ერთდროულად დავიწყებ. ესე ჯობია, იმიტომ რომ დრო რო ზედმეტი არ დამეხარჯოს. და ესე ჯობია რა მოკლედ. როგორც თოჯინებზე ესე ვაკეთებდი, თორე ვერ გაუძლებდი მე ამდენ იმას. ოპერაციებად ჰქონდა დაყოფილი, მოკლედ თოჯინებს ესე ვაკეთებდი, თან როცა დიდი შეკვეთები იყო. ათობით თოჯინის დამზადება მიწევდა, თან ისეთი რაღაცა რო არ მინდოდა, რაღაცა ფაბრიკა ქარხანასავით გადავქცეულიყავი, მოკლედ ხელით ნამუშევარი, მაინც სხვა რაღაცაა. და რაც ისეთი დეტალები იყო, ანუ ტანის ფეხების შეკერვა. მოკლედ მაგას მოვითავებდი ხოლმე უცბად. ინტერნეტი. ხო და
მოკლედ ჩამოწერილიც კი მქონდა ხოლმე დღეების მიხედვით, რომ აი მაგალითად პირველ დღეს ეს უნდა გამეკეთებინა, მეორე დღეს ეს უნდა გამეკეთებინა და ესე. ყველაზე რთული რა თქმა უნდა იყო ბოლო დღეები, როცა ძალიან ისეთი დეტალები იყო გასაკეთებელი, მოკლედ აქსესუარები და დეკორირება და ყველაფერი ესეთი და მოკლედ თოჯინას რო აწყობ და მე უკვე უნდა ჩააცვა, უნდა გაალამაზო, ყველა ინდივიდუალური უნდა იყოს, ყველა განსხვავებული. მე არასოდეს ერთნაირი თოჯინა მეგობრებო არ გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ბალერინები, მაგალითად ვარდისფერი წულით, ცის ესეთ შაბიამნისფერი წულით და ასე შემდეგ, იყო ესეთი ისინი. ანუ როცა შეკვეთას მაძლევდნენ ხო და ატყობდნენ რა უფრო იყიდებოდა, ანუ რა ფერებში უფრო იყიდებოდა. ყოველთვის რაღაცა დეტალს ვცვლიდი, ყოველთვის, ანუ ეს იყო მაქმანები იყო, ვარცხნილობა იყო, თავზე ვთქვათ რაღაცა პატარა დეკორი, მოკლედ ყოველთვის რაღაცა უნდა შემეცვალა. იმიტომ რომ არ მიყვარს ერთნაირი რაღაცა, ესეთი ერთნაირი რაღაცა გამეორება, იმიტომ არასოდეს არ მიყვარდა მეგობრებო, აი მაღაზიაში რაიმეს ყიდვა. იმიტომ რომ ასე მეგონა კი რა მომივიდა ეგეთი შემთხვევა. ქვედაბოლო მეცვა, მაშინ მოდაში იყო გრძელი ესეთი მიწვრილ ყვავილებიანი რაღაც ესეთი ქვედაბოლოები. მარინა დავაყარო მოსწორე და მოკლედ სხვასაც ეცვა ესეთი და რაღაცა თავი ვერ ვიგრძენი კომფორტულად. იმის მერე მაქვს ეს რომც ვიყიდო რაიმე აუცილებლად რაღაცა უნდა შევცვალო, რაღაცა უნდა დავამატო, მოვაკლო, მოკლედ ჩემ ჭკუაზე უნდა დავაყენო რა. ასე რომ ეს მაქვს. მოკლედ რო ვთქვათ რა, მიყვარს რომ სოფლიოში ერთი მაქვს მე, აი ესეთი რაღაცები მიყვარს. ანუ მაგალითად ყველა ნივთზე თითქმის რა ყოფილა ესეთ შემთხვევა, მაგალითად ჩემი თეფშისნაირი მინახავს სხვასთან ჭურჭელი რაღაცა ესეთი ისე ვიძახი, პირობითად ახლა აქ ვარ სამზარეულოში და რასაც ვხედავ იმას ვიძახი. მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირი ესეთი ის მქონდა. რა ვიცი, ეს ხასიათში მაქვს, ბავშვობიდან მაქვს, მოკლედ რა. თან ესეთი ჩვევაც მქონდა, დღეში ორჯერ უნდა გამომეცვალა ტანისამოსი, არ მიყვარდა ერთი და იგივე რომ მეცვა, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ისე შევეჭვია. რაღაცას ავიკვიატებ ერთ ტანისამოსს და შეიძლება რამოდენიმე დღე მეცვას ხოლმე რა. ნუ ეს პირობებიდან გამომდინარეც არის, თორემ ახლა ჩემი ხასიათი და ჩემი თავი რომ გავაღვიძო ის ვინც ვიყავი ყოველთვის და რაღაცა მაშინ ხო, მაგრამ ამას ცოტა სხვა რაღაცებიც უნდა, ანუ ხელშემწყობი პირობები და მოკლედ რა არ წუწუნებ, ნუ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ხო, და რაც შეეხება კიდე სხვა კომენტარებს, ახლა მარტო ცუცე ხო არ გავაკეთებ აქცენტს. კარგ კომენტარებს პირველ რიგში უნდა ვამბობდე, რითი ვერ შევეგუე. მოკლედ გოგოებო, დიდი მადლობა კარგი სურვილებისთვის, კეთილი სურვილებისთვის და კარგი რჩევებისთვის და ასე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ ძალიან ყველა. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ასე თუ ისე ვიცნობ პირადადაც, ისე გამიხარდებოდა ალბათ, რომ ყველას გიცნობდეთ ასე ვთქვათ, რაღაცა დოზით მაინც, იმიტომ რომ მართლა ახლა მე კი ვიდეოებს ვწერ და რაღაცა, მაგრამ აი ეს მხოლოდ კომენტარებიდან ვგრძნობ ამ სიტყვას, ხვდებით, აი რაღაცა კიდე ვიზუალიც რო იყოს, რომ აი თვალმაც დაინახოს, ალბათ უფრო გამიხარდებოდა. ну ალბათ ყველაფერს თავის დრო აქვს, შეიძლება ერთ დღეს შევხვდეთ კიდევაც და რა ვიცი, ვისაუბროთ.
სოდიანი წყალი. იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ავურია ეს დღეები. რაღაცა ისეთი ეტყობა მივირთვი. რომ ცოტა სიმშავიანობა ამიწია და უნდა დავლიო. აი ასე. მოიცა როგორ თქვა, სოსომ რაღაცა საინტერესო თქვა. ჯერ არ გავაღვიძებ წუხელ გვიან დავიძინეთ. უკვე შუა დღეა. ხო და ეძინოს ბავშვს. გავაღვიძებ მერე და ხო თუ მერე მოესურვება თან გეტყვით იმ რაღაც საინტერესო თემები აქვს ხომ სოსოს და მინდა რომ ერთად ვისაუბროთ ხოლმე რა კამერაზე. კარგით, აბა მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით ყავით და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ დღეს საღამოს მომახერხებ და პატარა ვიდეოს მაინც ჩავწერ. არა, კი უნდა მომახერხო და კი არა მოლოდინი კი უნდა გქოს. პრინციპულად უნდა ვთქვა და გავაკეთო. ხო. სულ 5 ხასიათზეც ვიყო, მაინც მოვა. ხო. აი ესე ჯობია. ნუ გვიანიც რო იყოს რა. ამერიკის დროით მოვა. კარგით, აბა დროებით გაკოცეთ, აბა.